ანუ საბოლოო თქვენი პოზიცია არის, რომ თავს არ ცნობ დამნაშავედ წარდგენი ბრალდებებში. საერთოდ არალეგიტიმურია ეს ბრალდებები და ეს პროცესი. რატომ თulis არალეგიტიმურად მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს შესავალ სიტყვაში უფრო დეტალურად ახსნა. გიორგი ბაჩიაშვილმა დღევანდელ ხდომაზე ვრცლად ისაუბრა, რატომ გაიყარა მისი და ოლიგარქის გზები და როგორ გახდა ყოფილი დამსაქმებელი და პარტნიორი ივანიშვილი მისი დევნის დამკვეთი. დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ სრულიად უდანაშაულო ადამიანი. საერთოდ ამ დარბაზში არ უნდა ვიმყოფებოდე. Ზუსტად ისევე როგორც ძალიან ბევრი სხვა ახალგაზრდა, რომელიც დღეს ამ დარბაზებში არ უნდა იმყოფებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ამ რეჟიმის პირობებში უწევს ამ სკამზე ჯდომა. ეს სასამართლო არ არის საერთოდ არანაირი კანონსა და სამართლიანობაზე დაფუძნებული. იმიტომ რომ მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს. ჩემს დასჯას, ანგარიშწორებას და ფულის გამოძალვას. დასჯას იმისათვის, რომ არ გავიზიარე ივანიშვილის ანდიდასავლური დღის წესრიგი. დასჯას იმისათვის, რომ დავჭი ჩემი ღირებულებების ერთგული და არ ავყევი ამ ქვეყნის ღალატობრივ საქციელში. ჩემს საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, არც ერთი, რომელიც რაიმენაირად გაამყარებს ივანიშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. სამაგიეროდ ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ მას აქვს დოკუმენტები, რომელიც ივანიშვილის დაინტერესებას დაადასტურებს. ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იყენებს ოლიგარქის სახელმწიფო ინსტიტუტებს პირადი შურისძიებისთვის. ერთ-ერთი ასეთი შესახებ მან სასამართლოში ისაუბრა. მოსამართლეს მოუყვა იმ წერილი შინაარსი, რომელიც ივანიშვილისგან გამოძიების დაწყების შემდეგ მიიღო. ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ ოლიგარქი მისგან ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის გამოძალვას ცდილობდა. ივანიშვილმა თავისი წარმოადგენლის მეშვეობით გაუმიგზავნა წერილი, სადაც ჩემი თავისუფლების საფასურად ითხოვს დიდძალ რაოდენობა კრიპტოვალუტას. პირდაპირ მითითებულია, რომ თუ დროულად არ დავაბრუნებ ამ კრიპტოვალუტას, ზდადი გრაფიკი არის მითითებული. კრიმინალური შოჩი კი ჩამირთვა, ასე ვთქვათ, ივანიშვილმა. და პატიმრობის მუქარა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი, ეს სპექტაკლი, რასაც დგავთ, არის პოლიტიკურად მოტივირებული და გამოძალვა. მოგვიანებით ბაჩიაშვილმა წერილი შინაარსის გაასაჯაროვა. დოკუმენტი არ გამოუქვეყნებია, თუმცა ივანიშვილისგან მიღებული გზავნილი სოციალურ ქსელში საკუთარ პოსტს მიაბა. ამ ეტაპზე დაზარალებული მხარე თანახმაა, რომ მიიღოს ბრალის დადგენილებაში საბოლოო დასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%. ასებულ შეთავაზებაზე უარის თქმის პასუხისგაცემის გაჭიანურების შემთხვევაში შეთავაზების გაკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს, ამ შემთხვევაში 2024 წლის 1 აპრილიდან დაზარალებულისთვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდება 5%-ით. მაგალითად, აპრილის თვიდან ნაცვლად 60%-ისა მისაღები იქნება ბიტკოინების სრული რაოდენობის მინიმუმ 65%-ის გაცემა, მაისის თვიდან 70%-ის გადაცემა და ასე შემდეგ. დაზარალებული მხარის პოზიციის აშკარა მართებულობის გათვალისწინებით ჩვენი ვარაუდით სასამართლომ წლის ბოლომდე უნდა მოახერხოს საქმის განხილვა და აღნიშნული პერიოდის გასვლისას შეთავაზების მიუღებლობის შემთხვევაში ბრალდებულ მხარეს ამოწურული იქნება ყოველგვარი დისკონტის მიღების შესაძლებლობა. გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქს გარიგებაზე არ დათანხმდა, სწორედ ამას უკავშირებს ის პროცესების დაჩქარებულ რეჟიმში ჩანიშვნას. 9 თვიანი უმოქმედობის შემდეგ სასამართლოში სხდომები თითქმის ყოველ დღე დაუნიშნეს. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა, თუმცა ისიც იცის, რომ სანქცირებული ოლიგარქის რეჟიმის პირობებში ამის დამტკიცება გაუჭირდება. მას დღეს მოსამართლისთვის იმის შეხსენებაც მოუწია, რომ ივანიშვილის არასწორი პოლიტიკის გამო არაერთი ჩინოვნიკია სანქცირებული, მათ შორის სასამართლოს კლანიდან. ამ სასამართლოში შემიძლია ვთქვა, რომ იქრიფება უსამართლობის აპოთეოსი. იქრიფება ის, თუ რასაც უნდა იძიებდეს ეს სასამართლო. სასამართლო ამას უნდა იძიებდეს, ვინ ღალატობს ჩვენს ქვეყანას, ვინ არის კორუფციაში გარეული. და არა ივანიშვილის ზეპირჩვენებაზე დაფუძნებულ სპექტაკლს. ბრალდებული ბაჩიაშვილისთვის პოლიტიკური სპექტაკლის რეჟისორიც და მთავარი როლის შემსრულებელიც ბიძინა ივანიშვილია. შესაბამისად, სასამართლოში მის დროულ გამოძახებას ითხოვს. ოლიგარქთან მრავალწლიანი ნაცნობობის გამო კარგად იცნობს ივანიშვილის შიშებს და იცის, რას გააკეთებს ის ჩვენების მიცემისგან თავის არიდებისთვის. ივანიშვილს ეშინია ნებისმიერ სასამართლოში მოწმედ დაკითხვაც კი. მე ამის პირადი გამოცდილება მაქვს. არც ბერმუდის სასამართლოში, არც სინგაპურის სასამართლოში, მან ყველაფერი იღონა. ექიმების ცნობები აწერია, ვითომ მისთვის ფრენა არ შეიძლებოდა, როცა მე მასთან ნაფრენი ვიყავი რამდენჯერმე შვეიცარიაში. ოღონდაც იქ არ მისულიყო და არ გამოჩენილიყო. იმ სასამართლო პროცესებში, რომლებშიც ის მართალი იყო. შესაბამისად, აქაც დარწმუნებული ვარ, პროკურორიც
და თვითონ ივანიშვილიც ყველანაირ ზეწოლას განახორციელებენ, მათ შორის სასამართლოზეც, რომ ის აქ არ გამოჩნდეს და სამწუხაროდ სასამართლო ვერაფერს ვერ იზავს და დაემორჩილება ივანიშვილის ნებას. როდის მიიყვანენ ბიძინა ივანიშვილს ჩვენების მისაცემად, ეს ბაჩიაშვილის საქმის მთავარი ინტრიგაა. თუმცა ამაზე პროკურორს კონკრეტული პასუხი არ აქვს. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით სახელმწიფო ბრალდება მტკიცებულებების გამოკვლევას დაზარალებულის დაკითხვით იწყებს ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს, ოლიგარქთან მიმართებით პრაქტიკა შეიცვლება. ამ სისხლისამართლის საქმეზე დაიკითხება აბსოლუტურად ყველა, ვისაც აქვს არსებითი ხასიათის ინფორმაცია და ბუნებრივი ამ განმარტების მისცემს. მათ შორის შესაძლოა პირველ სასამართლოში თუ დისტანციურად ყველა დაიკითხება საერთო წესების დაცვით. გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს. უკვე იცის, რომ საქმის საერთაშორისო სასამართლოებში წაღებაც მოუწევს. მარადიული არაფერია და ეს ხელისუფლებაც წავა, როგორც წინა ორი ხელისუფლება წავიდა. და გპირდებით, რომ ამ რეჟიმის ყველა უდანაშაულო პატიმრის სახელით ბოლომდე მივიყარ ამ ბრძოლას საქართველოს სასამართლოებშიც და საერთაშორისო სასამართლოებშიც. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ამ რეჟიმის ყველა ჯალათი, ბატონო პროკურორო, ძალიან გთხოვ თვალებს შეუმხედეთ, ამ რეჟიმის ყველა ჯალათი სათანადო პასუხისგებაში მიეცეს. მოვა ამისი დრო. ბაჩიაშვილის ბრალდების საქმის განხილვა სასამართლოში ხვალ დილიდან გაგრძელდება.